დღეს თუ ვინმე მზია ამაღლობელს მოусმენდა და შემდეგ იქნება შესაძლებლობა რომ მისი ჩვენების აუდიო ვერსიაც გავრცელდეს. ანუ მისი პირით ნათქვამი უნდა მოისმინოს საზოგადოებამ აუცილებლად და დღეს სასამართლოს წინაშე იდგა ნატანჯი ადამიანი რომლის მიმართ სისტემამ ასე ვთქვათ იმ ზომის არაადამიანური მოპყრობა ჩაიდინა, რომელიც წამებას უთანაბრდება. აი ამებზე ისაუბრა დღეს მზია ამაღლობელმა, რომლის თხრობაც მას ძალიან უჭირდა, მაგრამ შეძლო ამ ჩვენების მიცემა, მიუხედავად იმისა, რომ მე მას ვთხოვე კიდევ იმ გარემოებებზე ესაუბრა, რა ფორმით, როგორი ვერბალური, როგორ შეურაცხყოფებს აყენებდნენ მას პოლიციის შენობაში, ყველა ფერზე ვერ ისაუბრა, მან თქვა, რომ წერილობით დაწერს და ასე გადასცემს სასამართლოს, ანუ იმდენად მძიმე იყო ამ სიტყვების მისი პირიდან გახმოვანება და მან არავითარ თავდასხმაზე არ საუბარი არ ყოფილა, დიახ, მან ისაუბრა რა დღეში ჩააგდეს ის იმ წუთას იმ მომენტში როგორი შეურაცხყოფილი იყო ის და რომ ეს ალბათ სავარაუდოდ იყო ერთადერთი დამცავი რეაქცია იმ წუთას, რომელიც იყო იმ საშინელ შეურაცხყოფაზე, აბუჩათარდებაზე მისი აღქმით, რასაკვირველია, რეაქცია ესილის ეპიზოდთან დაკავშირებით და შემდგომ ამას წაყვა ის ჯოჯოხეთი, რაც მას გამოატარეს პოლიციის დაწესებულებაში. მან ისაუბრა სხვა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებაზე და ყველაზე მთავარი, არც ერთი გამომძიებელი ამ საქმეს ყავდა 8 გამომძიებელი თურმე, როგორც ბოლოს გავარკვიეთ. არც ერთ გამომძიებელს არც ერთხელ არც ერთი კითხვა არ დაუსვეს მზია ამაღლობელისთვის. არც ერთხელ არ მისულან მასთან რაიმე კითხვით. არც ერთი პროკურორი თვალით არ უნახავს. ეს საქმე ისე დაიწყეს და ისე დაამთავრეს. მზია ამაღლობელი როგორც მანამდე არ ჩააგდეს არაფრად და დააბრალეს რაც უნდათ, ისე გამოძიების მერე არ ჩააგდეს არაფრად, ერთი კითხვა არ დაუსვეს, პროცესზე მოვიდნენ და ჩვენებებს იძლეოდნენ გამომძიებლები, რომელსაც ამავე საქმეზე ბრალდებული თვალით არ ყავდათ ნანახი. ეს სურათი იყო დღეს. მზიამ ილაპარაკა, რასაკვირველია, როგორ არაერთხელ შევარდა ბატონი დრებუაძე, აკავებდნენ, საცემრად იწევდა, სხვა პოლიციელები აკავებდნენ, როგორ შეაფურთხა, რა სიტყვებით, ასე ვთქვათ, ლანძღავდა მას წარმოუდგენელი სიტყვებით და მაქსიმალურად მის დაკნინებას ცდილობდა და არა მხოლოდ დრებუაძე, თვითონ პოლიციის დეპარტამენტის შენობაში და რაც დამახასიათებელია, ამავე პროცესზე დღეს გამოვიკვლიეთ სხვა დაკავებულების ინტერვიუები, რომლებიც სასამართლომ ამოგვიყარა მოწმეთა სიიდან, მაგრამ დღეს მოვასმენინეთ მათი ინტერვიუები ზუსტად იმავე დამახასიათებელი ქცევით აღწერენ ისინი ბატონი დრებუაძის ძალადობას მათ მიმართ, იქაც გასაკავებელია ბატონი დრებუაძე, იქაც აყენებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ანუ სხვა არაერთი დაკავებულის ჩვენებით, რაც დაგვიტოვა საქმეში სასამართლო, დასტურდება, რომ მას აქვს დამახასიათებელი ქცევა. ყველა ჯერზე აკავებენ და ყველა ჯერზე ძალადობს როგორც სიტყვიერად, ისე ფიზიკურად დაკავებულებზე და ამ საქმეში ასეთი არაერთი მაგალითია, სამწუხაროდ ამ მოწმეებს სასამართლომ არ მოусმინა.